მე პირადად იწიე თუ ანუ სუნთქვის მადლობა დიდი. მე პატარა აღარ ვარ, აი 75 წლის კაცი ვარ და შემქმნელობ და ვერ ვიცნობ და დღეს ნახე შემდეგ რა ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ტიპის ღონისძიებები ჩვენი თანამშრომლებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც 24 საათის განმავლობაში ცდილობენ მთელი ქალაქის მასშტაბით გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე და თავდაუზოგავად აკეთებენ ამ ყველაფერს. აი ესეთი სითბოს გამოხატვა მათთვის არის ორმაგად მნიშვნელოვანი და ასმაგად მნიშვნელოვანი. იყო ემოციურად ძალიან დატვირთული საღამო და ეს საღამო მნიშვნელოვანია როგორც თვითონ პაციენტებისთვის, რომლებსაც მიეცათ საშუალება, რომ მადლობა გადაეხადათ და შეხვედროთ და გაეცნოთ ის ექიმები, რომლებსაც მათ სიცოცხლე შეუნარჩუნეს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ექიმების მოტივაციის ამაღლებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად თავისი ენერგიის, ხშირად ჯანმრთელობის ფასად ყოველდღიურად იბრძვიან სხვა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. მოგვეცა იმის საშუალება, რომ ხელახლა შევხვედროთ პაციენტებს უკვე სხვა ასპექტში, გვიხარია, რომ კარგად არიან, რა თქმა უნდა. ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო. ძალიან იმედიანად იმათ ისეთი წლოვანება მაქვს, მე 83 წლის ვარ. რომ ნამდვილად ამაქვს ექიმების იმედი და სასწრაფოსი. უღრმესი მადლობა ყველას. როგორც სახიობს ჭირდება დარბაზიდან საპასუხო ენერგია და ტაში, ასევე ექიმისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია მადლიერი პაციენტი, ეს სხვა ენერგია მოაქვს, სხვანაირად გქონავს ექიმის ყოველდღიურ მუშაობას, ასე რომ არა თქვა სასწრაფოს ექიმებმა მეც პირადად ძალიან დიდი სიამონება და მუხტი მივიღე დღევანდელი საღამოს. პირველ რიგში დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს მხარდამჭერს და მასპინძელს რესტორან ვაინშტეფანს, რომელმაც არაჩვეულებრივი საღამო მოგვიწყო და უმასპინძლა როგორც პაციენტებს, ასევე ექიმებს. ვფიქრობ, რომ საღამო ნამდვილად შედგა. ეს იყო ემოციით დატვირთული ერთი ჩვეულებრივი, თუმცა ამავდროულად არაჩვეულებრივი დღე და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შემთხვევები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, გვაფიქრებს იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი ვართ ერთმანეთისთვის და რამდენად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, უბრალოდ ღიმილით და მადლიერებით.